მოგესალმებით FM 105.9-ზე გემრიელი რეკომენდაციების დრო დადგა და სანამ გაგაცნობთ დღევანდელ სტუმრებს და გაგაცნობთ დღევანდელ თემას, მანამდე აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი გადაცემის ნახვაც შეგიძლიათ პარალელურ რეჟიმში რადიო იმედის Facebook გვერდზე, ასევე პორტალებზე MyVideoG, იმედი.წერტილიჯი და მაგთის IPTV 53 არხზე. რაც შეეხება დღევანდელ თემას, კაცები სამზარეულოში, ასე დავასათაურებ და რა თქმა უნდა, სტუმრებიც კაცები არიან დღევანდელი ჩემი გადაცემის ირაკლი ხრიკაძე, რომელსაც ძალიან ბევრი რეგალი აქვს და დავიწყებ იმით, რომ არის ჩემი მეგობარი. ტელეკომპანიის თანამშრომელი, ასევე არის მსახიობი, პროდიუსერი და ბოლო დროს YouTube არხიც აქვს თავის შვილთან ერთად და სწორედ მის შვილთან ერთად გვესტუმრა დაჩი ხრიკაძეც არის დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით. გამარჯობა. მოკლედ, ქალი ვიციმე სამზარეულოში ყველას გაგვიგია ეს გამოთქმა, რომელიც ახლა უკვე გამოიყენება როგორც რაღაცა ხუმრობასავით, იმიტომ რომ მაგრამ იყოდ რომ მართლა მიუჩინეს ქალებს ადგილი სამზარეულოში გაანაწილეს, თუმცა ქალმა დროთა განმავლობაში დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ სამზარეულოში, არამედ ძალიან ბევრ ადგილას არის მისი ადგილი, მათ შორის ბევრ სამსახურში, ოჯახზე, ყველგან აბსოლუტურად. კი და ამის პარალელურად დროთა განმავლობაში განსაკუთრებით სოციალურმა ქსელმა გამოავლინა ეს, რომ ბევრმა კაცმა შეითავსა ან დაიკავა, ვერ ვიტყვი რომ ჩაანაცვლა, მაგრამ ჩაეზიარა სამზარეულოში, გამოდებენ ხოლმე გემრიელობების ფოტოებს, ვიდეოებს და ასე შემდეგ და ეს მითი საბოლოოდ კი არა და გამოთქმა შეიძლება თქვათ რომ დაიმსხვრა რომ ქალის ადგილი სამზარეულოში და კაცის არა? კი. დაიმსხვრა ეგ მითი და შედგა ის რომ ქალის ადგილიც ყველგან არის, კაცის ადგილიც ყველგან არის. თანაბრად. რა თქმა უნდა, მაგრამ ხოძლივს გამოვედით მაქედან რომ ქალის სამზარეულოში და კაცის უფრაზე. თუმცა მე მაინც ვიტყოდი რომ ქალს არჩევანი არ აქვს ხოლმე როდესაც ქალი ტრიალებს სამზარეულოში რაღაცა ყოველდღიურობაში ხდება ეს და კაცი მაინც კაცის მენიუ სამზარეულოში მწირია ხოლმე და აი რას ამზადებთ რომ მოგვიყვეთ აი ნარიებს სტარი წარმოდგენებით ხარ ხო მე მგონია რომ რაღაც მხოლოდ ხორციანი კერძები ან მხოლოდ 4-5 დასახელების კერძი და ისიც როცა მოესურვება ასე არ არის პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის მოვედით ჩვენ ორივეს ერთად უკვე მამის ერთა გვქვია ჩვენი YouTube-იც ასეთია რადგან ეს ერთი შვილი მყავს და ეხლა მე მოგიყვები მამის ერთა როგორ გაიზარდა ამხელა უფრო ეს რაღაცასაც ვიტყვი ჩვენ უფრო კულინარები კი არა უფრო გურმანები ვართ ხო უფრო მეტად მირთმევა გიყვართ კერძების ვიდრე მომზადება მაგრამ აი ხო მართალი სწორი შენიშვნაა, მაგრამ მირთმევა რო გიყვარს, უნდა მოამზადო კიდევაც ის ხო არ არის და აღოპირი და მინდა და მშია. და მომზადებაში ისე დავიხვეწემე. არა თავიდანვე მიყვარდა ჩემს უეხმარებოდი საჭმელების კეთებაში. ჭამა რო გიყვარს, კეთებაც უნდა გიყვარდეს რა, ისე არ არის სამართლიანი ჩემი აზრით. ხო და აი დაჩისაც ეგრე ვზრდი რა, რო შია და აბა მამა სადმე წავიყვანო ფასტ ფუდში ან რაღაცა არა. ჩემი გაკეთებული საჭმელები და რა გიყვარს ყველას ძალიან. არის ბევრი რამე. ჩაშუშული ბოსტნეული არის ერთ-ერთი საყვარელი საჭმელი. რომელიც ჯანსაღიც არის, კი. ის უზავებდა უფრო ბავშვობიდან, ალბათ 3-4 წელს იყო. ბორში, სუპეული, კოტლეტი, პიურე, ყველაფერს სახში ვაკეთებ, უკეთებ აბსოლუტურად ყველაფერსო. ასე ვთქვათ, სახლურ საჭმელზე ვიყოთ ძირითადად რა, მეც ძალიან მიყვარს რა. ხო და შენ გაკეთებული მაკარონებიც ძალიან მიყვარს. მაკარონებიც. ხო, არა, ანუ მე ძალიან დავიხვეწე ამასობაში რა. ცოტა ალბათ დამყვა რაღაცა ის დამიმართულები და ხელი აქვს კარგი რო იყვიან. და ხა ბევრჯერ რო გეუბნებიან, მე უკვე შენ სიჯერებ თორე თავდავალი ვარ ის წესით. ერთ-ერთი სატელევიზიო ეთერის დროს ესეთი თემა მქონდა უჭმელ ბავშვებზე და სპეციალისტების რეკომენდაცია იყო რომ აი ზუსტად ის რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია რომ თუ ბავშვი არ ჭამს ჯანსაღ საკვებს აუცილებლად მოამზადეთ მასთან ერთად და ის აუცილებლად ამ და თუ თქვენს მაგალითს გავითვალისწინებთ ფაქტია რომ ამ ამბავმა გაამართლა დაჩი YouTube არხი მინახავს თქვენი, რამდენიმე გადაცემა და მათ შორის მინახავს, აი კანჭს როგორ ამზადებდით ფეხბურთის ყურების დროს და ასე შემდეგ და გულწრფელი რომ იყო. ამ მომზადების პროცესში ჩართო თვითონ მზარეულის როლის მორგება სასიამოვნო თუ არხისთვის საჭიროა ეს ყველაფერი და იმიტომ ვაკეთებ. ან მაინტერესებს ბავშვების არა, სასიამოვნოა, უბრალოდ არხისთვისაც საჭირო. და
მაგით თორე მე სულ ველოდები. მე სულ ვუყურებ და ეს ირაკლი მიკეთებს. ანუ თავად არ ხარ ხოლმე ჩართული? არა. ხანდახან რაღაცებს რო ვაკეთებ, კი, მაგრამ კანჭზე არა, იმიტომ რომ ძნელი გასაკეთებელია და დიდი ხანი უნდა და ხო, რთულ რამეებზე მეხმარება და მარტივს მაგალითად მე რომ ძინავს ეს გაიგვიძებ თვილით და თვითონ მოიმზადებს ის რაც უყვარს ის ამ ფაფა ამ კვერს შეიწოს რაღაცა ყველიან კარაქიან პურებს მეც მომიმზადებს დატოსტავს რაღაცებს ანუ ის მარტივი რაც უნდა მარტივიც არ ქვია რა რაღაცებს მომზადება იცის რა და არ მაგვიძებს მაგალითად შაბათ-კვირა როა და ან სკოლაში რომ მივდივართ ადგება თვითონ შეჭავს მომზადებს და მე გასვლის დროს გავიგვიძებ და მიმყავს მეც მიმზადებს კერძების მომზადების სიყვარული პირდაპირ დაკავშირებულია კერძების გურმანობასთან წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამოვა გემრიელი საჭმელი როგორ რა არის იცი დიხოლმე რაღაცებს მეც და გამომდის მაგრამ თუ რამე მომეწონება სადმე ან რესტორანში ან საზღვრებს გარეთ სადმე რა აი ისევ ჭამრო ამოხსნი ხოლმე იმის ფორმულას და მე ვაკეთებ და თითქმის ყველაფერი მაქვს გაკეთებული რაც ნაჯამი სამზარეულოში ტრიალი მოიცავს არამხოლოდ იმ სასიამოვნო პროცესს, სადაც გემოები ერთმანეთს შეზავება ხდება, არამედ ეს არის ხანგრძლივი პროცესი და განსაკუთრებით მათ გასაგონად მინდა თქვა იმ მამაკაცებს, რომლებიც არ აკეთებენ ხოლმე, არ უწევთ რომ ხაზი გაესვას რამხელა შრომას ეწევიან ქალები, იმიტომ რომ ეს არის დაკავშირებული ჯერ მოტანასთან. მერე მომზადებასთან უნდა გარეცხო და ამუშაო, დააჭრა, გათალო, ის გადაყარო, მერე და შემდეგ უკვე არის ხანგრძლივი პროცესი, უკვე გამზადებული კერძის შემდეგ ამ ყველაფრის დალაგების ქურა არის ხოლმე გასაწმენი და ანუ კერძის მომზადება, მარტო კერძის მომზადება არ არის, მთელი პროცესია და არევდარევა. ამაშიც ხართ ხოლმე ჩართული? კი, სხვა გზა არ გვაქვს, იმიტომ რომ მე და დачи ვცხოვრობთ მარტო, როდესაც ჩემთან არის, მარტო მეძის და მარტო ცხოვრობ და ამიტომ ძალიან პატარაობიდანვე სხვა რამეებიც დაიწყო დачиმ რა სახლის დალაგება ჯერ თავისი სივრცის ლოგინია თუ რაღაცა მაგიდაა თუ რაღაც მე ნელ-ნელა ყველაფერს და უკვე ისეა რომ ძალიან მეხმარება რა ამ სახლის საქმეებში რა ვქნათ ახლა ორი კაცი ვართ და ახლა დავიწყოთ ყურება აი მაგითო ჩვენთან საერთოდ გაკრა ის რომ ქალი უნდა იყოს სამზარეულოში არ არის არსად არ არის ქალი თან სუდიც არ არის ცოტა სასიამოვნოა ეს ყველაფერი პროცესი დალაგება. ხო, სხვა ბავშვებს ჩემი აზრით ასე არავის არ უყვარს თავისი არც დალაგება, ალბათ არც ყველას ურჩევნია თამაში, მაგრამ ბავშვებისთვის იმდენად სასიამოვნოა მშობელთან ერთად გატარებული დრო და კომუნიკაცია ამ დროს რაღაცაზე საუბარი, რომ ჩემთანაც ასეა, მაგალითად, თუ რაღაცა სადილს ვამზადებთ, ჩემი შვილის, უმცროსი შვილის საქმე არის ხორცის მანქანა, ანუ გატარება, ყოველთვის იცის რომ მაგრამ რომ დააკვირდე კონკრეტულად ის კი არ მოწონს იმდენად რამდენადაც ამ დროს ჩემთან კომუნიკაცია და ასე შემდეგ. სამწუხაროდ დღევანდელ დღეს ძალიან შეცოტავდა ეს თავისუფალი დრო და დრო ზოგადად 24 საათით დაპატარავდა და რაც უფრო მე დროს ვატარებ შვილებთან ძალიან კარგია ჩვენთვისაც, მათთვისაც და ეს იქნება სახლის დალაგება თუ თამაში თუ ირნობა თუ რაღაცა ჩაჯდომა და ფილმების ერთად ყურება ჩემთვის მაგალითად ხო არ აქვს მნიშვნელობა. ეხლა ჯობია რა თქმა უნდა წამოგორდებ, არა. როდესაც რაღაცებს ვაკეთებ, ძალიან ბედნიერები ვართ ორივე ამით, რა და თავის მიბავს ხარს მაგრა და მაგარი ბიჭია, ხოჩახ. ხოჩახ დაჩის. სამზარეულოში ტრიალი მოიცავს არამხოლოდ რაღაცა მამაპაპური კერძების მომზადებას, არამედ საკონდიტრო ნაწილს და აქ როგორ ხართ, აი გამოცხობებში? ჩვენი საყვარელი გამოსაცხობი არის ჯვიშტარი. იმიტომ რომ დაშის ძალიან უყვარდა პატარაობიდან და ერთი ლაივიც გვიდევს რაღაც 40 წუთიანი Facebook-ზე როგორ გავაკეთეთ ერთად ჯვიშტარი. მეც ძალიან მიყვარს და იმის გამოცხობა დაში იცის ასე თუ ისე. რო გადავიდეთ ნამცხრეულობაში არა ვიცი რაღაცები, მაგრამ არ ვაცხობ უკვე ძალიან თავის გაგიჟებაა რა. მაგრამ ხაჭაპურეული, ლობიანეული და რაღაცები კი ბატონო. კბილეულებს არ ვაცხობ. საკუთარი ცომი საკუთარი მომზადებულია და არა ნაკიდი. მის ცომს რომ მოუზელ ხოლმე ისეთი ფუმფულა გამოდის კი. რაც მართალს ამბობს. ჩემი ხანდახან ოღონდ ხო. ჩემი საფირმოა აჭარული ხაჭაპური თელ ჩემ რა ვიცი. ჩემ კარიერაში ერთ-ერთი ჩემი საფირმო ესეთი საკონდიტრო მხარეა. კიდე ერთი სტეიქს რო ძალიან კარგად წო და კარგ სოუსს რო აკეთე.
სოკოს соусით ამას უყვარს. ხორცი დიდად არ უყვარს, თუ ძალიან კარგად მომზადებული არც ვაძალებ რა. და თუ ძალიან და ამან მოუცა ძალიან მე გამოწვევა, რომ აბა ისეთი მოუმზადო, რომ დაჩი თუ ხორციანს შეჭამს. და პირდაპირ სტეიკი გამომივიდა ისეთი მაგარი თავისი ხამასოკოს соусით ნაღებში, რომ ანუ ხშირად შვილი არის ხოლმე мотиваცია. კი, мотиваცია არის აუცილებლად, თორე ჩემთვის შეიძლება ხო იცი უცბად გადაგორდე რაღაცა 1-2 კვერცხი შეიწვა და ამისთვის გლობალურად რო შევხედოთ, მე გადავხედე საქართველოშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთაც და რო დავაკვირდი, ქალები არ არიან, ანუ შეფმზარეულები ძირთად 3 გამახსენდა ქალი და დანარჩენი სულ კაცები არიან. ქართველებს გულისხმობ, უცხოელი ქალი საერთოდ არ ვიცი სამწუხაროდ, სულ კაცები ვიცი მინახავს სხვადასხვა შოუებში და ასე შემდეგ და როგორც გურმანს კითხავ, არსებობს ესეთი მოსაზრება, ესეც ხსმენია და ესეც რაღაც შეიძლება სტერეოტიპული იყოს, მაგრამ არის ასეთი აზრი, რომ კაცები უფრო გემრიელად ამზადებენ, იმიტომ რომ მათი გემოს აღქმა უფრო ესეთია გამძაფრებული და რამდენად ეთანხმები და რა გაძლევს თუ ეთანხმები რა გაძლევს ამის საფუძველს. ერთი ის რომ არის რაღაც კერძები, რაშიც ვერ შევეჯიბრები დღემდე, მაგალითად დედა ჩემს, დეიდა ჩემს, ბებია ჩემს, ის განსაკუთრებით ეს იმერულ სამზარეულოში, რომ რაც არ უნდა თავი გავიგიჟო, იმაზე გემრიელს ვერ ვაკეთებ და არც ვეჭიტავები რაღაცებს, მაგრამ აი ცოდნა არის თეორიული და კარგი ხელი აქვს, ჩემთვის არის რომ კარგი ენა აქვს. ანუ რეცეპტორები ენის გემოს ახმის საშუალება. შენ თუ კარგი გურმანი ხარ და შენ თუ მაგრად მოგეწონა რაც გააკეთე, მართლა მაგრამ მოგეწონა, უნდა არა იმიტომ რომ შენ გააკეთე. რო გასინჯე. ის მაგარი გამოვა რა. თუ ესეთი აღიარებული კარგი გემონება გაქვს. თორე ხელი ეხა რამდენს ამოიღებ და ჩაყრი გასაგები ეგ უკვე მე პრაქტიკაა და მიჩვეულია თვალზომით შეიძლება ის გააკეთო არც გასინჯო, მაგრამ მე ხო სინჯავ ამას კეთების დროს და სანამ მე არ გამაბედნიერებს, მანამდე კიდევ ვაზავებ. თავი ხარშავ, წავ თუ რაღაცა მე მეორე მესამე ჯერზე უკვე სხვანაირად ვაკეთებ. ამიტომ არ მგონია აქაც რაღაცა ის იყოს რა, რომ ქალი და კაცი მართლა რაღაცა ამ ბოლოს დავიწყეთ კაცებმა ძალიან ცოტა ხანია რომ ესეთ ხიად საჭმელების კეთებაზე თუნდაც საუბარი. რაღაცა პერიოდი შეიძლება ეგ ტეხავდა კიდევაც ასე ვთქვათ რა, რომ აი აპონტე მე ხა. და დღეს ისეთი სიტუაცია მიდგა სახში რომ მაგალითად დედაჩემ მე რომ შია დედაჩემ მე რაც გინდა გააკეთე მე შემდა დამიწყო ახლა ამას ის უკვე აბა დაუმატე არ მაგ შენი ნერვები ჭკუა უნდა მასწავლო მიდი და გააკეთე მეც ბედნიერი ვარ ამით აი მაგრად რომ შია არავის არ ვაკეთებინებ საჭმელს პირდაპირ გეტყვი ისე მინდა რომ ისე ჩემ გემოზე გავაკეთო და რა ვიცი მეუბნებიან რომ კარგია ერთხელ ეხლა გამახსენდა ერთი აი ადრე გახსოვს ფეხი რო აღარ გქონდა ხო სული წავა მქონდა და მაგ პერიოდს ვეზარით რომ ფეხი არ მქონდა მუხლის ფეხზე მქონდა გაწყვეტილი და დაჩი გივლიდა ხოლმე ეგ ვიდეოების მინახავს ერთხელ მოუნდა რომ ქათამი შემეწვა რა ქათამი შემიწვა და მეთქი რა შეგიწვა არც ვიცი მასწავლე რა ვიცი ეხლა როგორ უნდა შევწვა დავხვარ დავწვალ ხოლმე არა მიდი ეხლა გიკანახებო და შეწვევ და კარგი მეთქი ეხლა რაღა უნდა მექნა მეტი დავიწყე შეწვა და ბოლოს მართლა ხო შევწვი ცოტა გემრიელი იყო просто ცოტა ვიწვალე მაგრამ ეგრაფერი მაინც პირველივე ჯერზე გამოვიდა ხო არა მეთქი აბა ძალიან გემრიელი იყო თუ კარნახობდი და ისეთი მაგარი ქათამი შეწვა რომ არ ვიცი ბოლოს კიდე კაი გაყინული იყო მაცივარში იყო თორე თქვენი YouTube არხი მოიცავს სხვადასხვა ტიპის ვიდეოებს და მათ შორის არის რაღაცა კულინარიული ნაწილიც, ხო? რამდენიმე ვიდეო არის ასეთი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო პოპულარულია თუ არა. ანუ მე არ ვიცი ნახობის რაოდენობა სიმართლე გითხრათ არ მინახავს. რატომ მკითხულობ ამას იცით? არის ესეთი აზრი, რომ მაინც ის რაც არის დაკავშირებული საკვებ პროდუქტებთან, უფრო ნახვადია ხალხს ის უფრო აინტერესებს და ასე ფიქრობ, დაჩი? კი, უბრალოდ თუ ძალიან სასაცილო რაღაცას გააკეთებ, ეგ ჯობია, მაგრამ კულინარია მართალია. კი, წამყვანია. ერთ-ერთი სხვა რაღაცები დაიწყეს სხვა შინაარსი ხალხმა გადაცემებს და ბოლოს მაინც მივიდნენ ჯამასმამდე. ხო, აი ეგ მინდოდა მე კითხა, რომ რამდენად არის შეზავებული გვაქვს ეს რა, კარგად, აი მაგალითად ერთი ესეთი ჩვენ ყველაზე მეტი გადანახვა რომელსაც აქვს იყო კულინარია და იუმორი და 90-იანების და დღევანდელი დღის შედარება.
ჩემი ბავშვობის საჭმელებს ვაკეთებდი და დაჩი სინჯავდა. აი ჩვენ ბავშვობაში რაც იყო 90-იანებში გოგლი-მოგლი გავაკეთეთ. ის რა ქვია ყველის წვენში ამოვლებული პური მობრაწული ტყუილი ხაჭაპური და რაღაცები ვერ გასინჯა, რაღაცები გასინჯა. თან კულინარია იყო და თან ჩვენი ორი თაობის რაღაცა გემოვნების შედარება თუ გემოვნება რა ჩვენ დროს მოცემულობა იყო უნდა ბეჭამა ხო რა და ყველაზე მეტი ნახვები აქვს მაგანაცემს. და მივხვდით რომ თან ჭამა და თან გართობა ქართველების საქმეა. კი მეც მინახავს ეს გადაცემა მარგარინი მე დამახსოვრდა პურზე წასმული მარგარინი და მოყრილი შაქარი. კი ბატონო. შეგიძლია არისო გასინჯა და არისო ცუდი ხო? ხო, მაგრამ იმას არ შეედრება, რაც რისი არჩევანიც დღეს საბედნიეროდ ბავშვებს აქვთ, მაშინ ეს არჩევანი არისო. დახლებზე არაფერი არ იდო ხოლმე როგორც წესი და 1-2 ისეთი განსხვავებული რამეს თუ გადააწყდებოდი, ძალიან დიდი ბედნიერება იყო და ყიდულობდი ჩვენი ახალი წელი და ყველაფერი. აი ერთი ესეთი რჩევა მექნება განსაკუთრებით ბავშვების მიმართ, რომ სახლში მშობლებს მიეხმარეთ ხოლმე საჭმელის კეთებაში, დაჩი დამიდასტურებს ამას. იმიტომ რომ მე მარტო ცხოვრების დროს ისე გავამადგა ეს და ისეთი დამოუკიდებელი ვიყავი და ასევე აი თან მასწავლის კეთების დროს. ხო, ვასწავლი თან რა. თან ჩემთვისაც საქმეს ვიგდებცი რომ მე ამანაკეთოს სულ მე აღარ. ხო და ეს არის აი თან მიეხმარეთ, თან გიხარია შენი გაკეთებული როა ვიღაცა რო ამას ინჯავს გემრიელია გიფასებს. ეს არ არის მხოლოდ ჭამა და სმა, ეს არის ხელოვნება, ცალკე, განცალკევებით მდგომი კულინარია. და პირველი საჭიროება ადამიანებში. და თან უნარია, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა პერიოდი არ გააკეთო, მაგრამ რო დაგჭირდება არ ვიცის. სუმზად ხარ მაგისტვის. არ ვიცის, არ იტყვის. სხვა ბავშვები როგორ არიან შენ სირგულივ? არის ახლა პოპულარული, ანუ არ ვიცი მე საჭმელების კეთება. თუ იმდენად არა ბავშვებში. ისე რა. ანუ ადრე რო დავდეთ, მაგროს უფრო იყო დაიწყეს პოპულარული, ხო. შენი ხათრით. ისე ლაპარაკობ ხოლმე ერთმანეთში, აი რა საჭმელი გაგვიკეთებია და მე ხანდახან მეუბნებიან სენდვიჩებს ვიკეთებ ხანდახან ჩემთვის, კვერცხს ვიწო, არც ისე პოპულარულია ისე სინამდვილე. ხო, ნუ მე ჩემი შვილების მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ უბრალოდ აი ის რაც თქვი უმცროსი შვილი სიამოვნებს ჩვენთან ერთად ყოფნა და ამიტომ ისე არ ამგონი დიდად მოწონდეს, მაგრამ უფროსმა, რომელიც ახლა 14-ის გახდა, საერთოდ სამზარეულოში მე მგონი მხოლოდ საჭმელად შემოდიოდა აქამდე და ახლა უკვე არ ვიცი ეს ასაკთან დაკავშირებულია თუ რა არის, მაგრამ თავისი ინიციატივით და პირველივე ჯერზე აკეთებს უგემრიელეს. მართალია მენიუ არის მწირი, მაგრამ 3-4 ისეთ კერძს აკეთებს, ნუ ძირითადად საკონდიტრო მიმართულებით, რომ მე უკვე გადავაპარე ეს ნაწილი და თვითონ ხო როცა გვინდა ხოლმე ოჯახს თვითონ ამზადებენ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. შეგვიძლია ერთგვარი შეჯამება გავაკეთოთ და კიდევ ერთხელ ეს ისედაც ალბათ უკვე ყველა მიცის, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ არა მხოლოდ ქალების არის სამზარეულო, არამედ კაცებიც ძალიან კარგად ართმევენ ამ ყველაფერს. არ შეხვიდეთ ქალებო სამზარეულოში, შეუშვით კაცები. თუმცა გარკვეული წარმოდგენები მე მაინც მაგ ვერ შევიცვალე, რომ კაცებს მაინც ყველანაირი კერძის მომზადება არ უყვართ. აი სალათებს არ ამზადებენ ახლა ისეთ. აი სალათებს. არა, მას ირაკლი ძალიან კარგ სალათებს აკეთებს. აუცილებლად გეწვევით სტუმრად და დავაგებამდე დიდი სიამოვნებით, დიდი მადლობა. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ დაჩი და ირაკლი ხრიკაძეები. მე მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით.